ასეჩქე გმახარეთენ თიჯვა გახარებულ პაკეტში შედის 2 თითო კილოგრამიანი ქათამი, 10 ცალი კვერცხი, 1 კილოგრამი შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, ლიტრანახევრიანი კოკა-კოლა, ლიტრანახევრიანი ფანტა, 1 ლიტრიანი მინერალური წყალი ლიკანი, ქვილი 2 კილოგრამიანი და სამარხო გამცხვარი. რამდენი ადამიანზეა? ეს არის 224 ბენეფიციარზე და პლუს 6 თანამშრომელზე. ქალაქ ჯვარში და წალენჯიხაში არის სულ 224 და ამ 224-ზე და პლუს 6 თანამშრომელი დაიწყო. ჯვარში ჩვენ უკვე გავეცით, ეს გუშინ წინ იყო ჯვარში და დღეს წალენჯიხაში გრძელდება ეს მონიზება და რა ვიცი, შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ და მე მინდა მიულოცო ყველა ბენეფიციარებს გამდეგი ახალი წელი, რომელიც შეიძლება ძალიან ისეთი სასიხარული და საზეიმოც არ არის, მაგრამ ახალი წელი მაინც მოდის, ახალი ენერგიით უნდა შევხვდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ულოცავ გამდეგ ახალ წელს უფალ ბედნიერად გახარებულად და თავისუფალ ევროპულ საქართველოში გვეცხოვრება. წალენჯიხაში იცით რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს საფრთხეების სახლი, 224 პლუს 6 თანამშრომელი, როგორც წესი ბატონი გიაჭანია აორგანიზებს არაჩვეულებრივ დახმარებას, რაც მნიშვნელოვანია და ბარემ აქვე ვიტყვი რომ ყოველდღიურად ჯვარში 112, წალენჯიხაში 112 ბენეფიციარი ცხელი საკვებით იკვებება და ეს არის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და ბარემ აქვე შეგახსენებთ რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 57%-ია სოციალურად დაუცველი, ეს არის კატასტროფული ციფრი, მაგრამ აი ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ჩვენს გარეშე. ანუ ახალი წელი იქნება თუ რაიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული. აი ეხლაც მაქსიმალურად ვეცადეთ რომ მათი სამომხმარებლო კალათა არ ყოფილიყო ცარიელი და ახალ წელს შეხვედრობდნენ იმ ყველაფრით რაც აუცილებელია დღესასწაულისთვის. კიდევ ერთხელ ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ რომ ასეთი მოწესრიგებული აიფი წალენჯიხის მუნიციპალიტეტსკენ მე მგონია რომ ქვეყანაში არ არის. ეს არის სერიოზული მხარდაჭერა და ჩვენთვის მთავარი არის მოქალაქე არ იყოს მიტოვებული ადგილობრივი თვითმმართველობისგან, მოქალაქე ბრძნოდნენ რომ ჩვენ მათზე ვფიქრობ და ამის ნათელი გამოსახულება, ამის ნათელი გამოხატულება არის საქმეების სახლი, სადაც ყოველდღიურად ქალაქ ჯვარში, ქალაქ წალენჯიხაში ადამიანები ცხელი საკვებით არიან უზრუნველყოფილები. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო მთელ წალენჯიხას 2025 წლის დადგომა, მინდა რომ იყოს მშვიდობა, მინდა რომ იყოს ევროპული ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის არის ფუნდამენტური ღირებულებები, აი სწორედ გამარჯვებულ ერთიან საქართველოში გვეცხოვროს, სადაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება ძალიან ცოტა პროცენტი მოსახლეობა. მადლობა თქვენ და მადლობა საკრებულოს. გაიხარეთ.